უფალო იესო ქრისტე, ღვთისძეო ცხოველისაო, შენ ხარ სინათლე სოფლისა, გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. შენ გარეშე არც ერთი სული ვერ მიაღწევს მამა ღმერთისა სასუფეველს. ამიტომ დღეს, ამ ჟამს სრული გულით და მდაბალი სულით მოვდივარ შენს წინაშე, ვითარცა შვილი ბრუნდება მამის სახლში, ვითარცა მოხეტიალე პოულობს თავის სახლს. მიიღე ჩემი ლოცვა, უფალო და ნუ განმაგდებ ჩემს სახეს, რამე თუ შენ ხარ სიკეთე და გულმოწყალება. გმადლობ შენ, იესო, ყოველი კეთილის, ყოველი სიმშვიდის, ყოველი სიხარულის გამო, რაც შემოგიტანი ხარ ამ სამყაროში. შენ ჩამოხვედი ზეციდან, ღვთიური დიდებიდან და გახდი ხორცი ჩვენთვის, ცოდვილი კაცობრიობისთვის. შენ გატარე ცხოვრება ღარიბად, სხვათა ლოდინში, სხვათა ოჯახებში და ყოველდღე ასწავლიდი ჩვენს გულებს სიყვარულს, თავმდაბლობას, მოწყალებას. ეს ყოველი სიტყვა, რომელიც გამოსდის შენს ბაგეთაგან წყარო არის ჩვენი გადარჩენისა. უფალო, გახსოვდეს მე ცოდვილი და სუსტი, შენი მსახური. ხშირად ვხვდები ჩემს საკუთარ სისუსტეს, ვხვდები რომ ვის მეტი ვუყვარვარ, ჩემს თავს. ვხვდები რომ ეგოიზმი, სიზარმაცე, შური, სიამაყე და ყოველგვარი ბოროტება ჯერ კიდევ ბინადრობს ჩემ გულში. მაგრამ შენ, კეთილო მწყემსო, ვერ მიატოვებ ერთ დაბნეულ ცხვარს. ვიცი რომ 100 ცხრიდან გამოეძები მე, ერთს ვიდრე ვიპოვი შენ მიერ. ეს სიყვარული ჩემი სულის სიმტკიცეა. ვთხოვ, უფალო, შეიწყნარე ჩემი სინანული. ყოველი ცოდვა, რაც ჩავიდინე გულით, სიტყვით, საქმით, ყოველი ეს დარჩება ჩემი ხსოვნის ჭრილობა. მაგრამ შენი სისხლი, ეს უძვირფასი სისხლი, რომელიც დაიღوارა ჯვარის ხეზე ჩვენი ყოველი ცოდვისთვის, ახლავს ჩემს სულს და ითხოვს ჩემი გულის გახსნას. გამხსენი, უფალო, მოიტევე ჩემი ცოდვები, გამწმინდე ჩემი სინდისი, განახე ჩემი გული ახლით. შენ ხარ ერთადერთი, ვინც ამის ძალა გაქვს. ასწავლე მე სიმდაბლე. ასწავლე რომ ძლიერება სხვების დამდაბლებაში კი არ არის, არამედ საკუთარი თავის მართვაში. ასწავლე რომ ნამდვილი სიდიდე სხვების მსახურებაშია, ვითარცა შენ თვითონ მოხვედი არა სამსახურებლად, არამედ სამსახურად. ასწავლე მე, უფალო, ყოვლის პატიება. ჩვენი მტრები ვისი მოძმეები არიან? შენი. ჩვენი მდევნელები ვისი შვილები არიან? მამა ღმერთის. ამიტომ მომეცი გული, რომელიც პატიობს, ვითარცა შენ პატიობ. უფალო, ლოცულობ ჩვენი ოჯახისთვის, ჩვენი ახლობლებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის. ნუ განიდევ შენი ხელი ამ ქვეყნიდან, რომელმაც ასე ბევრი ოდენღვარა სისხლი ხარისხული, ასე ბევრი ტანჯვა ინახა. ნუ დაგვიტოვებ, უფალო, ვიდრე ვაგრძელებთ სიცოცხლეს ამ მიწაზე. დააფარე სახური ყველა მის, ვინც ახლა ტანჯვაში ავადმყოფის, მარტოხელის, შიმშილობის, ომის ყველა, ვისი ტვირთი ამჟამად მძიმეა. გახადე ჩვენ ხელი მათი თუ, ვინც მათი გვერდით უნდა ვიყოთ. იესო, გმადლობ ეკლესიისა გამო, ამ ადგილისა, სადაც შენი ხალხი იკრიბება ყოველ კვირა-კვირა, ადიდებს შენ, ლოცულობს, ეზიარება ერთმანეთს. ეს ადგილი სრულყოფილი არ არის, ვინაიდან ადამიანებისგან შედგება, მაგრამ შენ, სრულყოფილო, ამ სრულყოფილ ადამიანებში ბინადრობ. ნუ მიატოვებ შენს ეკლესიას. ინახე იგი, განამტკიცე იგი, შენი სიყვარულით განანათლე. მომეცი, უფალო, მტკიცე რწმენა. ამ სამყაროში, სადაც ყოველი ჭეშმარიტება ეჭქვეშ დგება, სადაც ადამიანთა გულები ეძებენ და ვერ პოულობენ, მომეცი ჩვენის ნდობა, ისეთი ნდობა, რომელიც ქარს გაუძლებს. ნდობა არა ბრმა, არა უუნარო, არამედ ნდობა, რომელიც გამოცდილია ტანჯვაში, განმტკიცებულია ლოცვაში, გაძლიერებულია სიყვარულში. ასეთი რწმენა მომეცი ჩვენ, ვინც შენს სახელს ვეძახით. და ეს ჩემი ცხოვრება შენდამი მადლობის სიმღერა იყოს. ყოველი ეს დღე, ყოველი ეს ნაბიჯი, ყოველი ეს გახადე ღვთის სადიდებელ. ნუ ვცხოვრობ მხოლოდ ჩემსა გულის სურვილისთვის. ნუ ვეძებ მხოლოდ ჩემს კომფორტს. გამხადე სიარული შენი სახელის, ვინაიდან სიარული ეს ჩვენი ერთადერთი ჭეშმარიტი სახელია ქრისტიანი, ქრისტეს მიმდევარი. და ბოლოს, უფალო, ოდეს მოვა ეს დღე, ვიდრე ჩემი სული დამშვიდდება ამ სამყაროთ, ხელი მიჭირე. გაიყვანე, ვითარცა ყოველ ამ ცხვარს იყვანე ნეტარ საძოვრებზე. შეგხვდი, ვითარცა მამა შეხვდა მოკანცულ ძეს, გარბოდა მისი შესახვედრად, ვიდრე ის ჯერ კიდევ შორს იყო. ასე, შენი გულმოწყალებით, ნუ განამსჯელი, არამედ შეგვიწყნარე. შენდა დიდება, შენდა ძალა, შენდა სიბრძნე ახლა და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.